მოგესალმებით მეგობრებო. მინდა წარმოგიდგინოთ ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა კვიზების შექმნა. ანუ კვიზის ტესტის შექმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ეს გახლავთ ვებგვერდი quizzes.com quizzes.com კი ბატონო. აი ეს ვებგვერდი ძალიან მარტივია აქ ავტორიზაციაც და რეგისტრაციაც. პრინციპში ერთნაირად შეიძლება ხდებოდეს ეს. აი დავაწყაპოთ ავტორიზაციას login და ეს შესაძლებელია გაკეთდეს Gmail-ის გამოყენებით. Gmail-ის ანგარიშის გამოყენებით ძალიან მარტივად, ან თუნდაც Microsoft-ის ანგარიშის გამოყენებით. Teachers Go.gis ანგარიშის გამოყენებითაც არის, რა თქმა უნდა, შესაძლებელი. აი მე გამოვიყენებ ამ შემთხვევაში Gmail-ის ანგარიშს დავაწყაპებ და ძალიან მარტივად მოვახდენ აქ ავტორიზაციას, აი ასე. და ძალიან სწრაფად ხდება ეს. დაველოდოთ. აი კი ბატონო. აი მოვახდინე ავტორიზაცია. ზოგადად პროგრამა ფასიანი გახლავთ, მაგრამ აქვს მას უფასო ვერსია, რომელსაც აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და აი ახლა მე ვმუშაობ სწორედაც უფასო ვერსიაში. ეხლა როგორ შევქმნათ აქ კვიზი ტესტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. აი ნახეთ ღილაკები, აი ღილაკი კვიზის AI, აი ეს გახლავთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ღილაკი, აი ეს ღილაკი კვიზის შექმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. დავაწყაპოთ ამ ღილაკს და შემდეგ ნახეთ რა შესაძლებლობებს გვაძლევს. შეიძლება შევქმნათ ტესტი, ანუ კვიზი რაიმე სამუშაო ფურცლის გამოყენებით, YouTube-ის ვიდეოს გამოყენებით, შემდეგ რაიმე დოკუმენტის გამოყენებით, ან რაიმე საინტერესო ვებგვერდი, სადაც განთავსებულია ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეიქმნას კვიზი. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ აი ამ ვერსიას. აი მაქვს მომზადებული ინფორმაცია საჩვენებლად მაგალითისათვის, რა თქმა უნდა. აი ვახტანგ გორგასალი ძალიან მარტივად ინფორმაცია ვახტანგ გორგასლის შესახებ და აი ეს ვებგვერდი შემიძლია დავაკოპირო აი ეს მისამართი ვებგვერდის და შემდეგ დავბრუნდე და აი დავაწყაპოთ აქ აი website or online article აი აქ და შემდეგ ჩავსვათ აი აქ ის ბმული, რომელიც დავაკოპირეთ ვებგვერდის ბმული აი ასე. შემდეგ მოვნიშნოთ რამდენი შეკითხვა გვინდა რომ შექმნას 10, 15, აი იყოს 10 მოვნიშნოთ. კი ბატონო. აი 10 მონიშნულია. შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს მითითებული რასაგანს ეხება კვიზი. ამ შემთხვევაში ეს არის სოციალური მეცნიერებები. ნუ ისტორია იყოს ამ შემთხვევაში. აი მე-11 კლასი, ისე მაგალითისათვის მე-11 კლასი. შემდეგ ღილაკი generate quiz დავაწყაპოთ. და სულ რამდენიმე წუთი, 3 წუთი და შესაძლოა უფრო ნაკლებიც სჭირდება იმისათვის ხელოვნურ ინტელექტს, რომ შექმნას კვიზი. დაველოდოთ. და უკვე შექმნილი გახლავთ 4 სავარაუდო პასუხით. აქ არის ესე იგი მონიშნული სწორი პასუხები თვითონ ხელოვნური ინტელექტის მიერ, რა თქმა უნდა. და შესაძლოა დაამატოთ კიდევ შეკითხვა თუ გაქვთ ამისი სურვილი, რა თქმა უნდა.
შემდეგ ღილაკი, აი შეგიძლიათ გასინჯოთ ჯერ, აი preview ღილაკს დავაწყაბოთ და გასინჯოთ, როგორ გამოიყურება ტესტი, აი ასე გამოიყურება, თუმცა ამასაც აქვს თავისი დიზაინი და შესაძლოა შეცვალოთ ეს დიზაინი და სხვანაირად განლაგდეს ეს შეკითხვები და სხვა ფორმა მიიღოს. მოკლედ, აი როგორ გადავა შემდეგ კითხვაზე, აი ასე გადავა. 10 კითხვა, როგორც მოვნიშნეთ, შექმნა 10 კითხვა. აი შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ, დავაწყაბოთ ღილაკს publish. ნახეთ, ახლა შეიქმნება და უკვე შექმნილია, როგორც ხედავთ. შეგიძლიათ კიდევ მოახდინოთ რედაქტირება, შეცვალოთ რაიმე, გააზიაროთ, რა თქმა უნდა, მოსწავლეებთან და კოლეგებთან. შემდეგ შეგიძლიათ შექმნათ სამუშაო ფურცელი, აი ამ ღილაკის, აი კი ბატონო, სამუშაო ფურცელი, როგორი იქნება სამუშაო ფურცელი, ვნახოთ შექმნის თვითონ, აი ასეთია, შეგიძლიათ ეს ამობეჭდოთ. Ну თუ კი გჭირდებათ ახლა ეს რა თქმა უნდა, ახლა ეს შექმნილია როგორც ხედავთ საჩვენებლად მაგალითისათვის და რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესად შეიძლება რომ შევქმნათ. თუ კი გჭირდება ესე იგი აი სამუშაო ფურცლის ამობეჭდა, ამას გულისხმობ. თუ არა და დაუბრუნდეთ უკან. ნახეთ აი. შემდეგ ნახეთ assign. და ნახეთ ახლა აი შეგვიძლია სწრაფი ტესტის გაკეთება და ღილაკი play. აი დავაწყაბოთ ღილაკს play. Quick start, სწრაფად დაწყება. დაველოდოთ. ეხლა აქ რა ხდება, ნახეთ. ჩვენ აი ეს კოდი უნდა მივცეთ მოსწავლეებს, ნახეთ აი კოდი. და შემდეგ რა თქმა უნდა შემოვიყვანოთ ესე იგი მოსწავლეები ამ შემთხვევაში აქ და ისე ჩავატაროთ ამ შემთხვევაში ოფიციალურად აი ეს ასე ვთქვათ გავათამაშოთ აი ეს კვიზი. მაგრამ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მე ამას არ გავაკეთებ, თქვენ ეს შეგიძლიათ გააკეთოთ რა თქმა უნდა. კი ბატონო იყოს ასე. დაუბრუნდეთ უკან. და ნახეთ ახლა რომ გასინჯოთ როგორ მუშაობს რეალურად ეს შექმნილი კვიზი. აი უნდა დავაწყაბოთ ღილაკს preview, დავაწყაბოთ. და ნახეთ ღილაკი play a student. და გავაკეთოთ ეს ტესტი როგორც მოსწავლეებმა. აი ამ ღილაკს დავაწყაბოთ. ნახეთ, აი დავაწყაბოთ ღილაკს. და ნახოთ როგორ მუშაობს ახლა ეს ტესტი. Preview a student. კიდევ დავაწყაბოთ. დაველოდოთ. და აი უკვე არის შესაძლებელი ტესტის კვიზის გაკეთება. შეგიძლიათ გადაიყვანოთ სრული ეკრანის რეჟიმში, აი ასე, და დაიწყოთ ტესტის გაკეთება. უნდა მონიშნოთ, რომელი მიგაჩნიათ სწორი პასუხი. Ну პირველი კითხვა, ვახტანგ პირველი გორგასალი როდის გარდაიცვალა. ეხლა ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, 502 წელი გახლავთ, ან მოვსინჯეთ. პასუხი სწორია, რა თქმა უნდა, თქვენ მოაგროვეთ, ასევე ქულებსაც წერს, რა თქმა უნდა. ვახტანგ პირველი გორგასლის მეფობის დროს, რომელი ქალაქი გახდა საქართველოს პოლიტიკური ცენტრი. ეხლა რა თქმა უნდა, ბათუმი არა და ასე შემდეგ. თუ ეხლა ვახტანგ გორგასლის დროს თბილისი არ მოესწრო, ვახტანგ გორგასალი ვერ მოესწრო, რა თქმა უნდა და აი მოვნიშნოთ მცხეთა, თუმცა ალბათ უნდა მოგვენიშნათ თბილისი, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში. თვითონ კითხვა არ იყო სწორად დასმული, რა თქმა უნდა. რამდენი წელი მართავდაო ქვეყანასო, რამდენი წელი მართავდა ქვეყანას ვახტანგ გორგასალი. Ну, რა თქმა უნდა, ეხლა მონიშნავთ პასუხი, როგორც ხედავთ, ტესტი ძალიან კარგად მუშაობს და აი დავუბრუნდეთ უკან. გამოვიდეთ აქედან. დავუბრუნდეთ უკან, ერთი წუთით. აი ასე.
აი ასე. კიდევ. ეხლა მინდა გიჩვენოთ, როგორ შეიძლება დამუშავდეს ეს. აი დავაწყაპოთ relax edit. ნახეთ, რა თქმა უნდა, აქ შეგიძლიათ დაამატოთ კითხვები. აი, მსგავსი კითხვების დამატება შესაძლებელია. ეხლა აი აქ პარამეტრებში შევიდეთ. და აი აქ ნახეთ ეხლა საგანი სოციალური მეცნიერებები და პირდაპირ შეგვიძლია მოვნიშნოთ ისტორია, კლასი მონიშნული იყოს პირობითად მე-11 კლასი, ენა ქართული და რომ საჯაროა, ესე იგი, თუ არ გამოვაქვეყნებთ, მაშინ ვერ გავაზიარებთ ამ კვიზს. და შემდეგ გავუკეთოთ თავფურცელი, შეიძლება გავუკეთოთ თავფურცელი, რომ გამოიყურებოდეს უფრო ლამაზად. რაიმე სურათი გვექნება მომზადებული, ან შეიძლება აქვე მოვძებნოთ, ან შეიძლება ლინკი ჩავსვათ სურათის. ამ შემთხვევაში ნახავ სურათს, გამოვაქვეყნებ ჩემი კომპიუტერიდან. ნახოთ. ვახტანგ გორგასლის სურათი. აი, ვახტანგ გორგასლის სურათი, კი ბატონო, ეს შემოვიტანოთ და შემდეგ ღილაკი save. და ნახეთ, აი, შემდეგ კიდევ დავაწყაპებთ saves, შენახვას. და რა თქმა უნდა, ღილაკი publish აუცილებლად. რომ გახდეს საჯარო და აი ასე გამოიყურება უკვე ჩვენი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კვიზი და ნუ გაზიარება ახლა ამ შემთხვევაში როგორ მოხდება ღილაკი share და უზიარებთ სტუდენტებს, მოსწავლეებს, რა თქმა უნდა და კოლეგებს. აი დავაწყაპოთ ღილაკს share with teachers. აი ვაკოპირებთ. შესაძლებელია მისამართები, ელექტრონული პოსტის მისამართები ჩავწეროთ და გაუგზავნოთ ჩვენს კოლეგებს. მონიშნულია can view, ანუ შეუძლიათ რომ გახსნან და ნახონ და ჩვენ შეგვიძლია მივანიჭოთ სტატუსი can edit. რომ ისე გაუგზავნოთ ჩვენ კოლეგებს, რომ მათ შეეძლოთ ამ კვიზის, ამ ტესტის რედაქტირება, ანუ შეცვლა, დამატება, წაშლა და ასე შემდეგ. ეს თქვენი გადასაწყვეტია, როგორ გაუზიარებთ კოლეგებს. და შემდეგ ღილაკი share და უკვე ფაქტობრივად აი აქედან შეგიძლიათ აიღოთ ლინკი, copy link. ლინკი კოპირებულია და სადაც გინდა ჩასვავთ ამ გინდა სოციალურ ქსელში გააზიარებთ, გინდა ასე ვთქვათ მეილებს, პოსტის მისამართებს ჩაწერთ და ისე გაგზავნით. ეს თქვენი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა. როგორც ხედავთ, ძალიან კარგად მუშაობს. ქართული ენა როგორც ხედავთ, გამოიყენება შესანიშნავად ამ შემთხვევაში. კიდევ აქ ძალიან ბევრი შესაძლებლობები გახლავთ. და რა თქმა უნდა, შემდეგ ინსტრუქციაში, ვიდეო ინსტრუქციაში ვისაუბრებ კიდევ სხვა შესაძლებლობებზე. დღეს კი სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის. აი მე ვფიქრობ, ძალიან საკმაოდ საინტერესო ინსტრუმენტია და შესაძლებელია ტესტის შექმნა ღია კითხვებითაც, თუმცა რა თქმა უნდა, ამაზე უკვე შემდეგ ინსტრუქციაში ვისაუბრებ. გისურვებთ წარმატებებს.